გამარჯობა მეგობრებო, დღეს 4 მაისია. შესაბამისად UFC დემოინმა უკვე ჩაიარა და მე მინდა რომ გაგიზიაროთ მცირედ მიმოხილვით ეს ღონისძიება. თქვენ მხარი დამიჭირეთ subscription-ით, ლაიქებით და კომენტარებით. ასე რომ დავიწყოთ. იულიანა მილერი ივანა პეტროვიჩის წინააღმდეგ. იულიანა მილერმა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა ივანა პეტროვიჩი. სამივე მსაჯმა ბრძოლა 29-28-ში აფასა. მილერმა მთელი ბრძოლის განმავლობაში გვაჩვენა მისი გაუმჯობესებული სტრაიკინგი და ჭიდაობა. ბრძოლის შემდეგ მან ემოციური ფონით მიუძღვნა გარდაცვლილ ბებიესის გამარჯვება. ეს იყო მისი პირველი გამარჯვება 2023 წლის შემდეგ და მისი მნიშვნელოვანი დაბრუნება ამ წარუმატებელი სერიის შემდეგ. თომას პეტერსონი დონტეილ მეისის წინააღმდეგ. თომას პეტერსონმა 3 რაუნდში სრული დომინირებით დაამარცხა დონტეილ მეისი ერთსულოვანი გადაწყვეტილებით. მსაჯებმა ბრძოლა შეაფასეს შემდეგნაირად: 30-25, 30-26 და 30-26. კოლოსალური უპირატესობით გაიმარჯვა პეტერსონმა. იდეობით და მუდმივი წენეხით აკონტროლა ბრძოლის თითოეული წამი და წუთი. ეს იყო უდიდესი გამარჯვება და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ პერსპექტიული მძიმე წონოსანისთვის. ვანგ ლი გასტონ ბოლანოსის წინააღმდეგ. ვანგ ლიმ მოიპოვა თავისი პირველი UFC-ს გამარჯვება, როდესაც მეორე რაუნდში საბმიშენით დაიჭირა გასტონ ბოლანოსი. ფინიში მოხდა პირველ წუთსა და 54 წამზე, ზურგიდან მახრჩობილათი. ვანგ ლის ჭიდაობა მთლიანად დაფარა ბოლანოსი, რომელიც ძირითადად სტრაიკინგითაა ცნობილი. ეს იყო ემოციური და ტექნიკურად ძლიერი გამარჯვება ახალგაზრდა მებრძოლისთვის. ჟილიან რობერსონმა ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა მარინა როდრიგესი მეორე რაუნდში, 2 წუთსა და 7 წამზე. ამ გამარჯვებით რობერსონმა გაათანაბრა ამადან ნუნეშის რეკორდი და ქალთა UFC-ში ყველაზე მეტი ფინიში აქვს. ეს რიცხვი 10 უდრის. ამ მარცხის შემდეგ როდრიგესი MMA-დან წავიდა. მან დატოვა სპორტი რეკორდით 17 მოგება და 6 წაგება და რეპუტაციით როგორც ტოპ სტრაიკერი ქალების UFC-ში. აზამატ ბეკოევი იღებს მის პირველ TKO-ს რაიან ლოდერის წინააღმდეგ. ბეკოევმა ძლიერად დაიწყო, რამდენიმე ძლიერი დარტყმით ჩასვა. ეს იყო მისი მეათე ფინიში პირველ რაუნდში და მისმა სახელმა დივიზიონში უფრო ზემოთ აიწია. იანა სანტოსმა დაამარცხა UFC-ს ყოფილი ჩემპიონი მიშა ტეიტი ერთსულოვანი გადაწყვეტილებით. სამივე მსაჯმა ბრძოლა 29-28-ში აფასა სანტოსის სასარგებლოდ. სანტოსმა საწყისი რაუნდები სტრაიკინგით და ნეხით აკონტროლა. ტეიტმა მესამე რაუნდში კი სცადა დაბრუნება, მაგრამ უპირატესობის მოპოვება ვეღარ მოახერხა. მეისონ ჯონსმა ვეტერანი ჯერემი სტივენსი ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. ჯონსმა მას ყველაფერში შეაჯობა. სტრაიკინგში, ჭიდაობაში, მოძრაობებში. მან ბევრი სახიფათო მომენტი აირიდა თავიდან, მაგრამ მაყურებელს მაინც ანახაობრივი ბრძოლა აჩვენა. ეს ჯონსისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, ძალიან გამოცდილი მეტოქის წინააღმდეგ. სერხი სიდეიმ ერთსულოვანი და დამაჯერებელი გადაწყვეტილებით დაამარცხა კამერონ სმოზერმანი. მან სტრაიკინგის სიზუსტითა და დროული თეიქდაუნით გააკონტროლა მთლიანი ბრძოლა. ეს UFC-ში მისი მეორე ზედიზედ გამარჯვება იყო და კაფეოდ გამოჩნდა თუ როგორ განვითარდა ის სუპერფსიბუქ წონაში. სიდეიმ ტექნიკური სიმწიფე და წნეხის ქვეშ სიმშვიდე აჩვენა. მონტელ ჯექსონი დენიელ მარკოსის წინააღმდეგ. დენიელ მარკოსი პირველად დამარცხდა. ერთსულოვანი და დამაჯერებელი გადაწყვეტილებით სამივე მსაჯმა ბრძოლა 30-27 ჯექსონის სასარგებლოდ შეაფასა. ჯექსონმა ჭიდაობის და კლინჩის საშუალებით სრულად ჩაახშო მარკოსის სტრაიკინგი და შეტევები. ამ გამარჯვებით მან UFC-ში თავისი მოგებათა სერია 6-მდე გაზარდა და კიდევ უფრო გაიმყარა ადგილი რეიტინგში. დანიელ როდრიგესმა მესამე რაუნდში სუფთა 5 დარტყმიანი კომბინაციით ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა სანტიაგო პონზინიბიო. პონზინიბიო გაჩერებას აპროტესტებდა, მაგრამ მას შემდეგ ბარბაცით მოძრაობდა, რამაც ცხადი გახადა, რომ საჯი სწორად მოიქცა. როდრიგესის სიზუსტე და წნეხი მეტისმეტი აღმოჩნდა ვეტერანი მებრძოლისთვის. ეს იყო ბოლო წარუმატებლობის შემდეგ საჭირო გამარჯვება როდრიგესისთვის. რეინე დერიდერმა პირველივე რაუნდში გაანადგურა ბონიკალი. ძლიერი მუხლით ღვიძლში ჩაარტყა და ტექნიკური ნოკაუტით პირველი მარცხი აჩუქა კარიერაში. ფინიში მას ეწვია ღვიძლში უძლიერესი მუხლის შედეგად, რამაც ბონიკალს დანებება აიძულა. ეს ბონიკალის ჰაიპის მოულოდნელი დასასრული იყო და შეხსენება დერიდერის ელიტარული გამოცდილებისა და სტრაიკინგის ძალის შესახებ. ამ გამარჯვებით დერიდერმა საშუალო წონაში შევახლა დაიმკვიდრა თავი. თავარ ბრძოლაში კორი სენთეგენმა სრული დომინირებით დაამარცხა დეივისონ ფიგურედო და მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტი მოიპოვა. პირველ რაუნდში სენთეგენმა 35-1 დარტყმებით უპირატესობა მოიპოვა და მეორე რაუნდში პარტერშიც აგრძელებდა ground and pound. ილეთის შესრულებისას ფიგურედოს პარტერში მუხლი დაუზიანდა და იძულებული იყო დანებებულიყო. მოგების შემდეგ სენთეგენმა განაცხადა, რომ მზადაა მერაბ დვალიშვილის და შონომალის ტიტულის ბრძოლისთვის დამზღვევი იყოს და რომ მისთვის შემდეგი სატიტულო ბრძოლაა. ასე გამოიყურებდა UFC Des Moines Fight Night. დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი.